კოსმოდრომის მშენებლობა არც დაწყებულა იდეაში და დაპაუზებულია თუ აპირებენ ამის დაწყებას, მოკლედ სამუშაოების დაწყებას, გეტყვით რომ დაპაუზებულია, იმიტომ რომ მარია და იულია არხიპოვები ამჟამად საქართველოში არ იმყოფებიან. მარია ამბობდა, სანამ საქართველოს დატოვებდა, რომ ის მოწამლეს და სწორედ მკურნალობის მიზნით დატოვა მან ქვეყანა. გადასამოწმებელია ის, რამდენად არის ის მოწამლული და ნამდვილად ეს იყო თუ არა ქვეყნის დატოვების მიზეზი. შეიძლება ქვეყნის დატოვების მიზეზი ყოფილიყო ისიც, რომ სასამართლოა მათ წინააღმდეგ დაწყებული. ხო, გაჩერებულია ამიტომ, თუმცა თავად გვიპასუხეს, როდესაც ჩვენ ვკითხეთ, კვლავ აპირებენ თუ არა ამ გეგმის განხორციელებას, მათ გვიპასუხეს, რომ თუ თანხმობას მიიღებენ, აუცილებლად დაიწყებენ კოსმოდრომის მშენებლობას. კი ბატონო, იცით რა მინდა გკითხოთ, საერთოდ აი როგორ მოხვდით მოკლედ თქვენ ჟურნალისტები აი ამ ამბავთან, იმიტომ რომ მოდით გულწრფელად გეტყვით, აი მაყურებელსაც კი ვუთხარი, რომ რაღაც ცოტა აი ღიმილის მომგვრელად და აი რაღაც არარეალურად გამოიყურება და აი ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ აი რაღაცნაირ აბსურდთან გვაქვს საქმე და ეხლა შეიძლება რომ გვისმენდეს მაყურებელი თვითრეს რომ ისმენს, რომ ესენი რაღაცა ხო არ გაგიჟდნენ, რა საუბრობენ, ხო, რაღაცა ისე რომ თქვა ძალიან პრიმიტიულად, აი როგორ აღმოჩნდით თქვენ საერთოდ ამ ამბავთან და ეს არის რაღაცა, მოდი ესე ვთქვათ, რაღაცა ორი ეროვნებით რუსი ქალის რაღაცა მათი პერსონალური ახირება, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მათი პროფესია უკავშირდება სწორედ აი ამ ამბავს, რომ რაღაცა ისე გადაწყვიტოს თუ რეალურად შეიძლება უფრო სერიოზულ ამბავთან გქონდეს საქმე. აი რატომ ჩათვალეთ, რომ ეს არის საყურადღებო ამბავი? მოდი ასე დავსვამ კითხვას. კი ბატონო, OCCRP-ის ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას ხელში ჩაუვარდა პრავფონდიდან გამოჟონილი დოკუმენტები და მან გაგვიზიარა და როდესაც ამ დოკუმენტებს ვათვალიერებდით, სწავლობდით, სწორედ აქ აღმოვაჩინეთ, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გეგმავენ კოსმოდრომის აშენებას და მათ მიმართული ჰქონდათ ამ ეგრეთ წოდებული პრავფონდისთვის, რომ საქართველოში ვაწყდებით დისკრიმინაციას, არ გვეძლება საშუალება, რომ ეს დიადი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც სასარგებლო იქნება საქართველოსთვისაც და რუსეთისთვისაც, ყველა მხარისთვის და ისინი ასევე წერდნენ, რომ ითხოვდნენ რეაგირებას ამ დისკრიმინაციის ფაქტების გამო. თავიდან ჩვენს გვეცინებოდა, რომ რა უნდა კოსმოდრომს გურიაში, მაგრამ შემდეგ ამ კოსმოდრომის უკან რეალურად დგას უფრო დიდი და საყურადღებო ამბავი. და ეს ამბავი არის ის, რომ რუსეთის მოქალაქეები, მარია და იულია არხიპოვები პერიოდულად მუდმივ კონტაქტზე არიან, პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ პრავფონდთან, ისინი აგზავნიან მეილებს, ანგარიშებს, მათ შორის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. ერთ-ერთი პირველი მეილი, რომელიც ვიპოვეთ, შეეხებოდა საქართველოში არსებულ ვითარებას, სადაც ისინი წუხდნენ, რომ საჯარო უწყებებში, სახელმწიფო უწყებებში მათ რუსულად არ ემსახურებიან, თარჯიმნების პრობლემაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, ამბობდნენ იმასაც, რომ აუცილებელია რუსული ენა გამოცხადდეს მეორე სახელმწიფო ენად საქართველოში. და ერთ-ერთი პირველი ანგარიში, რაც მათ მოამზადეს საქართველოში, სწორედ ამას შეეხებოდა და აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მანამდე ისინი მუშაობდნენ უკრაინაშიც და მსგავს ანგარიშებს ამზადებდნენ უკრაინაზეც და რა თქმა უნდა, ისინი ამართლებდნენ რუსეთის აგრესიას, თუნდაც 2014 წელს ყირიმში და უკრაინელები ნეონაცისტებად ყავდათ მოხსენიებული და ამბობდნენ, რომ ისინი იქ რუსეთის მოქალაქეებს იცავდნენ და სწორედ ამიტომ წამოიწყეს მათ აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ახლაც იგივე ნარატივები აქვთ მათ უკრაინასთან დაკავშირებით, ამბობენ, რომ ბუჩა არის დადგმული სცენა და ამაში რუსებს არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანალოგიურ საქმიანობას ეწევიან საქართველოშიც. ერთი მხრივ ამბობენ, რომ რუსების უფლებები ირღვევა აქ და ისინი უნდა დაიცვას მათმა სახელმწიფომ და ერთ-ერთი წერილი ასეთი იყო, რომ არ ვიცი მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ იმოქმედოთ და დაიცვათ ჩვენი მოქალაქეები, მეტი რუსოფობიის ფაქტი რა უნდა იყოს და ხო, კიდევ მათ აქვთ ეგრეთ წოდებული სამშვიდობო ფორმულაც, ერთ-ერთ ანგარიში სწორედ ამ სამშვიდობო ფორმულაზე საუბრობენ, რომელიც მათი აზრით გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ და დევნილების დაბრუნების სანაცვლოდ უნდა განთავსდეს რუსული სამხედრო ობიექტები და სწორედ ეს სამშვიდობო გეგმა იყო კოსმოდრომის ამბავზე ჩვენთვის ბევრად უფრო აღმაშფოთებელი და საკანგაშო. კი ბატონო, იცით რა მინდა გკითხოთ, აი ამ ჟურნალისტური გამოძიების დროს მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ალბათ დაუკავშირდებოდით, ხო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსაც პრინციპში, აი რაღაცა გასაჯაროების შემდეგაც არ გვინახავს
გამოხმაურება და უფრო მეტი სხვათა შორის აი ქართული ოცნების მხარდამჭერები ნახე ვიღაცები რამდენიმე რომლებიც აზიარებდნენ აი ამ თქვენს ჟურნალისტურ გამოძიებას და როგორც იცით რაღაცა აი არასერიოზულ კონტექსტში რომ აი რაღაცა ოპოზიციური მედია თითქოს რაღაცას თხზავს და შეთქმულება და სისულელეა და აი ასეთი შეფასებებიც კი მოვისმენე და რა იყო პასუხები რომელიც თქვენ მიიღეთ ოფიციალური უწყებებისგან? კი ბატონო, პირველ რიგში ვიტყვი რომ ჩვენი ყველა გამოძიება მყარ მტკიცებულებებს ეყრდნობა, მათ შორის დოკუმენტებს, რომელიც ოფიციალური რუსული საჯარო უწყებებიდან არის გამოჟონილი და ჩვენი ყოველი სიტყვა, რომელიც სტატიაში წერი არის გადამოწმებული, მას გავლილი აქვს ფაქტ-ჩეკი. რაც შეეხება სახელმწიფოს, ბუნებრივი აქ ქონდა მასალაზე მუშაობისას კომუნიკაცია, ყოველ შემთხვევაში მცდელობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გვაინტერესებდა, მათ დაიწყეს თუ არა რაიმე მოკვლევა არქიპოვების შესახებ და თუ ქონდათ რაიმე შედეგი და ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მათ შესახებ ქონდათ ინფორმაცია. და ეს გავიგეთ, გაგიკვირდება და ლალი მოროშკინასთან ინტერვიუსას და საიდან დაუკავშირდით და საიდან აღმოჩნდა ამ ამბავში მოროშკინა, ამასაც გეტყვით. არქიპოვები პრავფონდს წერდნენ, რომ მათ მიმართა ლალი მოროშკინამ უფლებების დარღვევის ფაქტზე და ითხოვდნენ, ისინი არქიპოვები გეტყვით, რომ საადვოკატო საქმიანობასაც ეწევიან და მათ მიმართა ვითომ დახმარების თხოვნით, რომ აქ ირღვეოდა მისი უფლებები. თუმცა მოროშკინამ ეს ფაქტი არ დაგვიდასტურა, არ მიუმართავს მას სინამდვილეში მათთვის დასაცავად, თუმცა თვითონ მოროშკინამ გითხრა, რომ ამ ამბის შემდეგ, როდესაც ეს ქალები გაიცნო, შეხვდა ჭავჭავაძეზე თუ ვაკეში რომელიღაც კაფეში, მოეჩვენა საეჭვოდ და თავად მივიდა სუში და დაწერა განცხადება მათ შესახებ, რომ დაეწყოთ მოკვლევა. ანუ ამის შესახებ მინიმუმ 20-23 წელს უკვე ქონდა ინფორმაცია სუს, თუმცა არ ვიცით, როგორც უკვე გითხარით, რა რეაგირება მოახდინეს, ჩვენ არც სატელეფონო ზარებზე გვიპასუხეს, არც მეილზე და არც შეტყობინებებზე. კი ბატონო, გასაგებია და იცით რა მინდა გკითხოთ, ბოლო შეკითხვას დაგესვამთეთ, რა გაგრძელებას ელოდებით აი ამ ამბავთან დაკავშირებით, ანუ დღეს რაღაცა ყველას რაღაცა გაგვეღიმა ვიღაცისთვის დღემდე დაუჯერებლად და არასერიოზულად გამოიყურება ეს ამბავი, მაგრამ აი რა გაგრძელება შეიძლება გქონდეს და რამდენად შეიძლება, მოდი ასე დავსვამ კითხვას, უბრალოდ ეს იყოს ამბავი, როდესაც ორი ადამიანს, არ ვიცი, შეიძლება რაღაცა ცოტა ფსიქიკური პრობლემები ქონდეს, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ქონდეს პრობლემები და იმისგან იყოს პროვოცირებული ეს რაღაცა სიგიჟე ხო, რაც უნდათ თურმე გურიაში რომ მოაწყონ. დიახ, მე მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ნამდვილად ვერ შევაფასებ, მაგრამ გეტყვით, რომ ადამიანები, რომლებიც თანამშრომლობენ რუსეთის დაზვერვასთან, ეს შეიძლება იყოს მათი შენიღბვის მეთოდიც და ხო ჩვენ ყველას გავგვეცინა და დღეს უმეტესად ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ რა უნდა კოსმოდრომს გურიაში. კი ბატონო, თუმცა ნამდვილად შენიშნათ, რომ რა უნდა კოსმოდრომს გურიაში. ნამდვილად არ არის სასაცილო ამბავი, შეიძლება როგორც ჩვენს გამოძიებაშიც გვიწერია, ეს იყოს ერთგვარი გეოპოლიტიკური ტროა, რომელიც შეიძლება საკმაოდ ცუდად დაგვიბრუნდეს თუ ამას სათანადო ყურადღება არ მიექცევა და სათანადო ყურადღებაში რა თქმა უნდა არ ვიცი იმედი რამდენად აქვს საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ გულისხმობთ იმას, რომ უნდა მიექცეს ყურადღება, უნდა გამოიკვლიონ რა საქმიანობდნენ, როდის შემოვიდნენ საქართველოში, როდის და როგორ დატოვეს ქვეყანა, ამ ანგარიშებს უნდა გაეცდნენ ძალიან ყურადღებით შესაბამისი სტრუქტურები და რეაგირებაც შესაბამისად მათ უნდა იზრუნონ. სამწუხაროდ ჩვენ მეც ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, გარდა იმისა, რომ ამ ამბების შესახებ მოგიყევით და რომ არა დამოუკიდებელი მედია, ამასაც აღვნიშნოთ, ამ ამბებს ვერ გავიგებდით ჩვენ, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 20-22 წლიდან არიან ისინი საქართველოში, 22 წლიდან ყიდულობენ მიწებს საქართველოს ტერიტორიაზე, აფუძნებენ კომპანიებს და ერთ-ერთი ქართული კომპანიის წილებიც კი მიითვისეს მათ აღლითურად, თუმცა ჩვენ ამ ამბების შესახებ სანამ ეს დოკუმენტები არ ჩაგვივარდებოდა ხელს და მყარი მტკიცებულებები არ გაგვიგია ხომ ასეა და თანაც 20-23 წლის შემდეგ რამდენი წელი გავიდა, მაგრამ რეაგირებაც არ ვიცი რა მოყვა ამას სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან სამწუხაროდ.